გამარჯობა მეგობრებო, გალბატონებო, ბატონებო და გენდერუღიარებელო დებოდაზმებო. არ მახსოვს თუ ეგრე თქვა, მაგრა თქვა. და დღეს ჩვენ განვიხილოთ ჩვენ საგანი არის გადასახადებია დაბეგრვა და თემები არის საგადასახადო პოლიტიკა, დაბეგრვის პრინციპები, საგადასახადო სისტემის მართვა, დაბეგრვის ოპტიმიზაცია, საგადასახადო ტვირთის ცნება, გაანგარიშგებისა და ოპტიმიზაციის მეთოდი. ხო რა, და ამის მიხედვით ჩვენ გვაქვს ამ თემებზე გვაქვს კითხვები. ხო და ამ კითხვების მიხედვით გავიაროთ ახლა ამ თემების უშუალოდ შინაარსი, რომ გაგების დონეზე გავიგოთ. პირველი კითხვა არის, რომ მოახდინეთ დაბეგრვის პრინციპების კლასიფიკაცია. დაბეგრვის პრინციპების კლასიფიკაცია იყოფა სამ ეტაპად, სამ ტიპად. ეს არის ეკონომიკური, რომელიც მე თავის თავში იყოფა კიდე სამად: სამართლიანობის, ეფექტიანობის და დაბალანსებულობის. მეორე არის იურიდიული და მესამე არის ორგანიზაციული პრინციპების მიხედვით. დაახასიათეთ სამართლიანობის პრინციპი. დაბეგრვის სამართლიანობის პრინციპი ეს არის პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ საგადასახადო ტვირთი გადამხდელებს შორის უნდა განაწილდეს მათი გადახდის უნარიანობის შესაბამისად. ის მოიცავს ორ ასპექტს: ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სამართლიანობას. რაც ნიშნავს ვერტიკალური სამართლიანობა. ვერტიკალური სამართლიანობა ნიშნავს, რომ სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობის შემოსავლის მქონე პირები, ანუ დაიბეგრონ განსხვავებულად, უფრო მაღალი შემოსავლის მქონე პირმა უნდა გადაიხადოს მეტი გადასახადი. ჰორიზონტალური სამართლიანობა კი გულისხმობს, რომ თანაბარი ეკონომიკური მდგომარეობის და შემოსავლის მქონე პირები უნდა დაიბეგრონ ერთნაირად ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. შემდეგი არის დაახასიათეთ დაბეგრვის ეფექტიანობის პრინციპი. დაბეგრვის ეფექტიანობის პრინციპი ეს პრინციპი მოითხოვს, რომ საგადასახადო სისტემა მინიმალური ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და არ შეაფეხოს სამეწარმეო აქტივობა. ასევე გადასახადების ამოღების ხარჯები უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი. დაახასიათეთ დაბეგრვის დაბალანსებულობის პრინციპი. დაბალანსებულობის პრინციპი გულისხმობს საგადასახადო სისტემის ისეთ მოწყობას, სადაც დაცულია ბალანსი სახელმწიფოს ფისკალურ ინტერესებსა, ანუ ბიუჯეტის შევსებას და გადამხდელის ეკონომიკურ ინტერესებს, ანუ სტიმულირებას შორის. დაახასიათეთ დაბეგრვის იურიდიული პრინციპები. დაბეგრვის იურიდიული პრინციპები მოიცავს კანონიერების, ანუ გადასახადი მხოლოდ კანონით წესდება, განსაზღვრულობის, ანუ მოიცავს კანონიერების განსაზღვრულობის, გადამხდელმა ზუსტად უნდა იცოდეს გადახდის წესი და ვადები და უპირობობის პრინციპებს. ანუ სამი პრინციპი არსებობს, ეს არის უნდა იყოს კანონიერი, უნდა იყოს განსაზღვრული და უნდა იყოს უპირობო. განსაზღვრით დაახასიათეთ დაბეგრვის ორგანიზაციული პრინციპები. დაბეგრვის ორგანიზაციული პრინციპები გულისხმობს საგადასახადო სისტემის სიმარტივებს, ადმინისტრირების მოქნილობას და გადამხდელთათვის მოსახერხებულ მომსახურებას. საგადასახადო პოლიტიკა. რას ნიშნავს საგადასახადო პოლიტიკა? საგადასახადო პოლიტიკა ის არის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ღონისძიებათა ერთობლიობა საგადასახადო სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ბიუჯეტის ფორმირებას და ეკონომიკური პროცესების რეგულირებას. ეს არის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ღონისძიებათა ერთობლიობა საგადასახადო სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ბიუჯეტის ფორმირებას და ეკონომიკური პროცესების რეგულირებას. ხო. დაახასიათეთ საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი ტიპები. გამოყოფენ ფისკალურ, ანუ ორიენტირებული შემოსავლების მაქსიმიზაციაზე და მარეგულირებელ, ორიენტირებული ეკონომიკის სტიმულირებაზე. ხო. გამოყოფენ ორ ტიპს რა. ეს არის ფისკალური და მარეგულირებელი. ასევე არსებობს ლიბერალური, სადაც არის დაბალი გადასახადები და სოციალურად ორიენტირებული ტიპები.
დაახასიათეთ საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი ტიპების ქენით, დაახასიათეთ საგადასახადო პოლიტიკის განხორციელების მეთოდები, მექანიზმები და ინსტრუმენტები. ძირითად განხორციელების მეთოდები და ინსტრუმენტები, ანუ ძირითადი ინსტრუმენტებია საგადასახადო განაკვეთები, შეღავათები, სანქციები და დაბეგვის ობიექტის განსაზღვრის წესი. მეთოდი მოიცავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ რეგულირებას. როგორ ხორციელდება საგადასახადო დაგეგმვა მაკრო და მიკრო დონეზე. საგადასახადო დაგეგმვა, მაკრო დონეზე მას ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირებისთვის, მიკრო დონეზე კი საწარმოები, რათა წინასწარ განსაზღვრონ მომავალ საგადასახადო ვალდებულებები და მოახდინონ ფინანსების მართვა. რა არის დაბეგმვის ოპტიმიზაცია და რითი განსხვავდება ის გადასახადებისგან თავის აცილებისგან. დაბეგმვის ოპტიმიზაცია, ეს არის კანონიერი გზებით საგადასახადო ტვირთის მინიმიზაცია, მაგალითად შეღავათების გამოყენებით, ის განსხვავდება თავის არიდებისგან, იმით, რომ ოპტიმიზაცია ხდება კანონის ფარგლებში, ხოლო თავის არიდება კანონდარღვევა და ითვალისწინებს სანქციებს. ანუ თავიდან ვთქვათ, რომ დაბეგმვის ოპტიმიზაცია ეს არის კანონიერი გზებით საგადასახადო ტვირთის მინიმიზაცია, მაგალითად შეღავათების გამოყენებით, ის განსხვავდება თავის არიდებისგან იმით, რომ ოპტიმიზაცია ხდება კანონის ფარგლებში, ხოლო თავის არიდება კანონდარღვევა და ითვალისწინებს სანქციებს. ხა შეღავათები, მაგალითად შეღავათები არსებობს ეგეთი ტიპის, რომ პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა საცხობი და ჩვენ ვაცხობთ ხაჭაპურს. ჩვენ ვაწყობთ ხაჭაპურს და ჩვენ ამ ხაჭაპურს ყიდით, ჩვენ ამ გაყიდულ ხაჭაპურში ვიხდით ჩვენ მომხმარებელს ვახდევინებთ, მაგრამ ჩვენი შემოსავლის მერე წილის გაცემა გვიწევს, მაგალითად დამატებული ღირებულების გადასახადში, ამ დღეებში, ხო? ასევე ჩვენ რომ ეს ხაჭაპური გამოგვეცს, ხო, ამისთვის ვიყიდეთ ყველი, რაღაცა მაკარონი, ყველი. ხო და შესაბამისად, ყველაფერი ეს პროდუქცია რაც ჩვენ შევისყიდეთ, ამ ყველაფერში გადავიხადეთ ასევე ამ თვითონ პროდუქტის DGG-ს. და როდესაც ჩვენ ხაჭაპურს გავყიდით და მასში DGG-ს ვიხდით, აქედან გამომდინარე, ამის საფუძველზე ჩვენ უკვე ხაჭაპურის DGG გადახდული გვაქვს. წლის ბოლოს ჩვენ შეგვიძლია ფქვილში, ყველში, რაღაცა ყველში გადახდილი DGG უკვე დავიბრუნოთ. ეს არის რაღაცა შეღავათ მაგალითად საგადასახადო. ასევე მაგალითად რეფინანსირება, რომ თუ შენ შემოსავლებს, ანუ დივიდენდად არ გაგაქვს, ანუ შემოსავლად არ იღებ, პირობითად ჩვენ გავყიდეთ ხაჭაპური, ამითი მე კი არ წავედით და რაღაცა არ ვიყიდეთ, რაღაცა მანქანა და სახლი, არამედ ჩვენ მაგალითად დავამატეთ ახალი აპარატი, რაღაცა განათება იქნება თუ რა ვიცი, ყველაფერი, ანუ რაც თუ ჩვენი ბიზნესი უფრო გავამდიდრეთ და არა პირადად სანდრო ქავთარაძე, მაგ შემთხვევაში შეიძლება რეფინანსირება და მაგ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი არ ვიხდით. მოგების გადასახადს არ ვიხდით. ხო. ეგ არის ესტონური მოდელი და ამაზე გადავედით, მგონი 2001 წლიდან და მაგის შედეგად მოქმედებს. მას შემდეგ მოქმედებს. მე 14 კითხვა არის, რა იგულისხმება ტერმინში, არა 2001 ჯერ გადავსულვართ კაცო. 2016-ში გადავით ჩვენ. რა იგულისხმება ტერმინში საგადასახადო ტვირთი და როგორ იანგარიშება? საგადასახადო ტვირთი ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს გადასახადების გავლენას გადამხდელის ან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ის იანგარიშება როგორც გადახდილი გადასახადების ჯამის შეფარდება მთლიან შემოსავალთან. ანუ მშპ-სთან მაკრო დონეზე. ანუ საგადასახადო ტვირთი ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს გადასახადების გავლენას გადამხდელის ან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ის იანგარიშება როგორც გადახდილი გადასახადების ჯამის შეფარდება მთლიან შემოსავალთან. რა თვითონ რას გვაწვდა რა? DGG იქნება ეს თუ საშემოსავლო გადასახადი იქნება და ქონების გადასახადი და ამას დამატებული ჩვენი შემოსავლები მათი ფარდობა. მოდი ამ მაგალითები მოვიყვანოთ. მაგალითად ვერტიკალური და ჰორიზონტალური სამართლიანობის მაგალითები. წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი
და ერთი თვეში იღებს 1000 ლარს, მეორე კიდე იღებს 10000 ლარს. ვერტიკალური სამართლიანობის მიხედვით მეორე პირი უფრო მეტს უნდა იხდიდეს ბიუჯეტში, რადგან მის გადახდის უნარიანობა უფრო მაღალია. ჰორიზონტალურის დროს თუ ორივე პირი მუშაობს ერთსა და იმივე პოზიციაზე და ორივე ხელფასი 2000 ლარია, მათ ზუსტად ერთნაირად ნახა უნდა გადაიქხანონ გადასახადის სახით. აი ხა მე ჩემ პირად მოსაზრებას გეტყვით ამასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად აი ეს რაღაცა სამართლიანი გადასახადი არის პირველი მტერი ეკონომიკური ზრდის, ანუ მდიდარი თუ გადაიხდის უფრო მეტ გადასახადს ვიდრე გადაიხდის ნაკლებად მდიდარი, შესაბამისად მდიდრები მოტივირებულები იქნებიან ორ რამეზე, რომ ან თავიანთი სიმდიდრე დამალონ და ნაკლებად მდიდრები გამოჩნდნენ, ან მეორე არ გახდნენ მდიდრები. ან იმ ზღვრამდე გახდნენ მდიდრები, სანამ ნაკლებად გადასახადს გადაიხდიან. შესაბამისად ეს არავის არ აწყობს. მithum არც მდიდარ ადამიანებს და არც ღარიბ და საშუალო ფენას. იქიდან გამომდინარე, რომ მათი დახმარებისთვის მდიდებიან და მდიდებიან ხო რაღაცა სამუშაოთი მდიდებიან, ანუ არა მუშაობით, არამედ მათი შექმნილი რაღაცა ბიზნესით, რომელშიც ასევე ადამიანები საქმდებიან, ხო? თუ ადამიანი მოტივირებული არ იქნება, რომ მის დოლოთი გაზარდოს, ქვეყნის დოლოთიც ვერ გაიზრდება. აი მაგალითად დაბეობის ეფექტიანობის მაგალითი. სახელმწიფო აწესებს ისეთ გადასახადს, რომლის ადმინისტრირება, ანუ შეგროვება, მას უჯდება 10 თეთრი. ყოველ მიღებულ 1 ლარზე. ეს უფრო ეფექტიანია, ვიდრე გადასახადი, რომლის ამოღებაც 50 თეთრი ჯდება. ასევე გადასახადი არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ ბიზნეს მუშაობის სურვილი დაიკარგოს, ნამდვილად. ხო, ანუ თუ გადასახადის მე ვარ სახელმწიფო და თქვენ ხართ ბიზნესი, მე თუ თქვენგან აკრეფილი გადასახადის ნახევარი მეხარჯება იმაში, რომ მე თქვენგან ეს გადასახადი ავკრიფო, ანუ მე არაეფექტიანი მუშაობ, ხო და რამენერთ ჩემი ამ თქვენგან ამ ფულის მიღების პროცესი უნდა გავაეფექტიანო და ნაკლებ ხარჯიანი გავხადო. მაგრამ მე თუ თქვენთან მოვალ ეფექტიანი მაქვს, მაგრამ თქვენთან დაწესებული გადასახადი იმდენ მაღალი იქნება, ხო, აი როგორც წინა кейსში განვიხილეთ, ხო? იმდენ მაღალი იქნება, თქვენ რაღაც мотиваცია დაგეკარგებათ, რომ დოლოთი შექმნათ და ფული შევოთ, იქნებ გამდინარე, რომ მე იმდენს მაძლევთ, თქვენთვის არაფერი არ გჭირთ, ხო? შესაბამისად აღარ გააკეთებთ მაგას. საგადასახადო პოლიტიკის ინსტრუმენტები. შეღავათი. მაგალითად, სახელმწიფო ათავისუფლების გადასახადებისგან სოფლის მეურნეობაში მომუშავე მცირე მეწარმეებს, რათა ხელი შეუწყოს ამ სექტორის განვითარებას. ხო, ეს მაგალითია. სანქცია. თუ კომპანია დააგვიანებს დეკლარაციის წარდგენას, მას ერიცხება ჯარიმა. ეს არის საგადასახადო პოლიტიკის, ანუ ეს არის მაგალითად ეფექტიანობისთვის გაკეთებული, არ ვიცი, ეფექტიანი იქნება, მაგრამ თუ დიდი იქნება ჯარიმა, შეიძლება რომ გამოაფხიზლოს კომპანიები. საგადასახადო დაგეგმა მიკროდონეზე. კომპანია გეგმავს ახალი ტექნიკის შეძენას წლის ბოლოს, ბუღალტერი წინასწარ ითვლის რამდენით შემომცირდებათ მათ მოსაგები გადასახადი ამ ინვესტიციით. ინვესტიციის ხარჯზე, ამორტიზაციის ხარჯზე. ანუ კომპანია გეგმავს ახალი ტექნიკის შეძენას წლის ბოლოს, ბუღალტერი წინასწარ ითვლის რამდენით შემომცირდებათ მათ მოსაგები გადასახადი ამ ინვესტიციის ხარჯზე. ხო, ანუ თუ აი მაგალითად ხო რეინვესტირება არის ეს რა, როდესაც მოგების გადასახადს ამცირებ იმითი, რომ შენ რაღაცა კომპანიას ბიზნეს ახმარ თანხას, რომელიც დარჩა მოგებით. და არ გააქვს დივიდენდად რა. ოპტიმიზაცია versus გადასახადებისგან თავის არიდევა. ოპტიმიზაცია კანონი არის, ანუ ბიზნესმენი თავის საწარმოს არეგისტრირებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ან იყენებს კანონით დაშოულ საგადასახადო შეღავათებს, რათა ნაკლები გადაიხადოს. თავის არიდება კიდე არის მაღაზიის მფლობელი არ უტყამს ჩეკს და მალავს რეალურ შემოსავალს, რათა საერთოდ არ გადაიხადოს გადასახადი. ეს არის დანაშაული. შემდეგი არის საგადასახადო ტვირთი. თუ თქვენი ხელფასი არის 1000 ლარი და სახელმწიფო სხვა გადასახადის სახით საშემოსავლო, საპენსიო და ასე შემდეგ, ჯამში გაქვთ 220 ლარი, გეკვითავთ 220 ლარს, თქვენი ინდივიდუალური საგადასახადო ტვირთი არის 22%. ქვეყნის მასშტაბით კი ამას მშპ-სთან მიმართებაში ითვლიან. ხო, ანუ ქვეყანაში თუ გვინდა გავიკოთ ქვეყნის საგადასახადო ტვირთი რამდენია, ქვეყნის რეალური მშპ უნდა შევაფარდოთ გადასახადების საერთოდ დონესთან. ამ შემთხვევაში ერთი ადამიანის თლიან შემოსავალს
ვაფარდებთ გადასახადებთან. და შესაბამისად ამით და მე ვაპროცენტებთ და ამით ხვდებით რა, რამდენი პროცენტი არის ჩვენი ტვირთი ინდივიდუალური. ხო, მოკლედ ეს იყო მეგობრებო. რამე კითხვები გვექნებათ დამისვით. მე ხა ერთი რაღაცის ფაქტ-ჩეკს გავაკეთებ, როდის გადავიდა საქართველოს საბოლოოდ. როდის გადავიდა. საქართველოს ტონურ მოდელს. საქართველოს მოდელზე გადავიდა 2017 წლის 1 იანვრიდან. ხო, სწორად თქვი, 2016-ში დაინიცირეს ეს ამბავი, 2017-ში გადავიდა. ხო, და ამ რეფორმით მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გახდა არა კომპანიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მოგება, არამედ მხოლოდ განაწილებული მოგება, დივიდენდი რა. ან თუ მე ეს მოგება გამაქვს, მარტო მაგ შემთხვევაში ვიხდი, მე თუ ამის რეფინანსირებას, რეინვესტირებას ვახდენ ჩემს ბიზნესში, მაგ შემთხვევაში მე მოგების გადასახადს არ ვიხდი. და ამითი რეინვესტირების სტიმულირება მოხდა, რომ კომპანია მოგებას თუ არ განაწილებს და მას ბიზნესის განვითარებაში მიმართავს, ის თანხა მოგების გადასახადით დაიბეგრება. სხვა დაბეგვრის ოპერაციები განაწილებული მოგებასთან ეხლა ერთად ახალი მოდელით მოგების გადასახადით იბეგრება აგრეთვე გაწეული ხარჯი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, უფასოდ საქონლის მიწოდება მომსახურების გაწევა, წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც აჭარბებს კანონით დადგენილ ზღვარს. განაწილებული მოგებასთან ახალი მოდელით მოგების გადასახადით იბეგრება აგრეთვე გაწეული ხარჯი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, უფასოდ საქონლის მიწოდება მომსახურების გაწევა და წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც აჭარბებს კანონით დადგენილ ზღვარს. ასაგებია, ეს რეფორმები ისახავდა ბიზნესის დამატებით ფინანსური რესურსების დატოვებას, საინვესტიციო კანონის გაუმჯობესებას და ეკონომიკური დისაჩქარებას. ხო, მოკლედ მეგობრებო, მე დამიწერეთ თუ რამე კითხვები იქნებათ, რამე გაუგებარი იქნება, მე უფრო გულით მომძებნი თემს წიგნში რა არის და როგორ არის. ესე დავამთავრეთ მესამე თავი ჩვენი გადასახადების და დაბეგვრის აგნეს. მადლობა მეგობრებო.